Transmedia პროექტს, რომელსაც 5 თესია 2014 დავარქვით. ეს არის Transmedia პროექტი, რომელზეც მუშაობდნენ ჩვენი სტუდენტები, ნინო ბაქრაძე, რომელიც მე მგონი მომავალში გამოძიებელი ჟურნალისტი იქნება, ნინო 3 თვის მანძილზე იკვლევდა ამ საკითხს. მუშაობდნენ ასევე სტუდენტები თამუნა კაპანაძე და შოთა იორამაშვილი, რომლებიც ვებ დეველოპერები გახლავთ და ისინი 2 თვის მანძილზე ეძებდნენ ფორმას, ადგენდნენ სტრუქტურას, როგორ შეიძლება ეს ძალიან რთული და კომპლექსური ამბავი თქვენამდე საინტერესოდ და მარტივად რაც ყველაზე მთავარია მოეტანათ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას მომწონებისთვის, ვინც შეცდით და მოხვედით დღეს. ჩემი მეგობრები კი მეუბნებოდნენ, რომ ხუდონს უფრო მალე დაასრულებენ, ვიდრე შენ მაქვს პროექტი. მაგრამ როგორც ხედავთ, ხუდონზე არ დაწყებული და ჩემი პროექტი აღარ არის. ესე იგი, ხუდონი დღეს, ანუ აქ არის ხაიში, მოცემულია სრულიად ხაიში, ამ ფოტოებისთვის დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ლევან ასაბაშვილს, მისი დახმარების გარეშე ვერ შევძლებდით. და აი, გადიდებით, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თუ რა შენობები მდებარეობს დღეს ხაიში და რა მოხდება, თქვათ, დადგმობის შემდეგ წყალქვეშ. შემდეგ შეგვიძლია გადავიდეთ ხაიშზე. ხო, ესე იგი ხაიში ეს არის აღწერა ამ მონაკვეთში ეს არის ხაიშელების შესახებ, ამ ადმინისტრაციული ცენტრის შესახებ და აქვე არის ჩვენი სტუდენტების მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი მასწავლებელი ხაიშიდან და ვისაც სურვილი ექნება შეუძლია ასევე იქნოს. აქვე არის ფიცის ტექსტი, ზურაბ ჟვანიას გამოსვლა იპოდრომზე, რომელიც ისტორიული და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ამ პროექტში არის არგუმენტები. ანუ აქ 13 არგუმენტში წარმოდგენილი არის ყველა ძირითადი თემა, თუ მომხრეები რას ამბობენ, მოწინააღმდეგეები რას ამბობენ ამ პროექტისა და ყველა არგუმენტზე არის ეს ლურჯი ფერის ბმულები, სადაც შეგიძლიათ ასევე მოусმინოთ ინტერვიუებს იმ ადამიანებისა, რომლებიც მე დამეხმარნენ და მომაწოდეს ეს ინფორმაცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. აქვე არის რუკა, რომელიც საპროექტო არეალს ასახავს და ნახავთ, რა შეიძლება დაითვალოს რა ტერიტორია. აქ არის ინვესტორის შესახებ ინფორმაცია, თუ რა გამოცდილება აქვს, საიდან მოდიან და ასე შემდეგ ბიოგრაფიული მომენტები. ისტორია ეს არის პროტესტის ისტორია და არა მარტო პროტესტის, თვითონ ხუდაფესის პროექტის ისტორია, ანუ როგორ დაიწყო ამ პროექტზე საუბარი, საერთოდ შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები და დღეს ვთქვათ რა ვითარება გვაქვს ამ მხრივ. კონტრაქტის ნაწილში უკვე უშუალოდ საუბარი არის კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებზე და ვთქვათ რა ვიპოვეთ ისეთი ჩვენ რაც კითხვას ვადებს ამ პროექტთან დაკავშირებით. მედია არქივში უკვე ქართული მედიის მიერ შექმნილი ნამუშევრები არის, როგორც ვიდეო, თოქ-შოუები, ვიდეო სიუჟეტები და ასევე მიმაგრებულ ფაილში არის ასევე სტატიები და ბეჭდური სახით არსებული მასალა. და ჩვენ შესახებ უკვე იმ ადამიანებზე, ვინც ეს პროექტი გააკეთა და მიბმულ ფაილში ასევე ადამიანებს, ვისაც წვლილი მიუძღვით ამ ყველაფერში რაღაც ფორმით. ვისაუბროთ ამ თემაზე, გავიგოთ რა არის სიახლეები ხუდონთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც ჩვენ ამ პროექტზე მუშაობა დავასრულეთ. თხოვთ ჩვენს სტუმრებს, რომ დაიწყოთ. შემიძლია გითხრათ ის, რომ ადგილზე ჩავედით და ეს ურბანული სოციალური სივრცითი ანალიზი გავაკეთეთ, შეგვეცადა გავეთებინა. აღმოჩნდა, რომ ხაიში არ არის ჩვეულებრივი სოფელი, თქვათ ვიწრო სპეციალიზირებული, სადაც რამდენიმე ოჯახის ცხოვრობს და ამის გადატანით დიდი აკვი შეიძლება. არამედ აღმოჩნდა, რომ ხაიში არის ესე იგი მას გარშემო ცენტრალობა მთლიანად ხაიშის თემისთვის, ჭუბერის ხეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ბალჩქომოს ვარიანტისთვის მთლიანად. იმ ვარიანტის ნაწილისთვის, რომელიც მესტიას მოცილებულია
და ხაიში არის მრავალფეროვანი ფუნქციები, როგორც არის თქვა ამბულატორია, და იყოს საავადმყოფო, ესე იგი აფთიაქი, სკოლა, საბავშვო ბაღი, სკოლაში 30% სასოფლებიდან დადის ბავშვები. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის ესეთ სამეურნეო ეკონომიკური სოციალური ცენტრი აი ამ მთლიანი ბავშვების ჭუბერის ხეობის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჭუბერის ხეობა, რადგან ის გამოდის ენგურზე დაახლოებით ხაიშიდან 2 კილომეტრში, არის ენგურის მარჯვენა სანაპიროზე და შედის ჩრდილოეთით აფხაზეთის საზღვრისკენ და თქვათ ხაიშის დათმობით თუ მოისპოვა ეს სამეურნეო ფერხემალი, თქვათ სამეურნეო ცენტრი, რაც არის ხაიში თქვათ ჭუბერის ხეობის სოფლებისთვის, დიდი ალბათობით მოხდება ამ ხეობის დეპოპულაცია, ესე ვთქვათ, ხალხისგან დაცვა. და რა შეიძლება ნიშნავდეს აბუსპირა ხეობის დაცვა, ამაზე უკვე თქვენ შეგიძლიათ განსაჯოთ. და აი ეს არის ძირითადად, რაც იქ და ძალიან მწვავედ მიწის საკითხი, ესე იგი ეს არაფორმალური საკუთრება, როგორც არსებობს სვანეთში, რომელიც არ არის აღიარებული სახელმწიფოს მხრიდან. იქ არის საგვარეულო მიწები, არის სათემო მიწები, ტყეები, რომელიც არ არის აღიარებული და ფაქტობრივად, ესე იგი, რაც სვანეთს აქვს ფაქტობრივ მფლობელობაში მიწები, იმისი ძალიან მცირე ნაწილი აქვს, ესე იგი, ლეგალურ მფლობელობაში. წინა ხელისუფლებამ ძალიან გაართულა მექანიზმები ამ მიწის რეგისტრირების, როდესაც დადგა საჭიროება ამ მიწების დარეგისტრირების, თქვათ, სვანეთის მხრიდან. რადგან ესე იგი წინა ხელისუფლების დროს დაიწყო ამ სვანეთის მიწის სპეკულირება, იქ რაღაც დაიგეგმა საფილამურო კურორტები, ვინაც თქვათ ეს ჰესი, ეს ზოგადად სვანეთისთვის და კონკრეტულად ესე იგი ხაიშის, სოფელ ხაიში და ხაიშის თემში კიდე დგას ძალიან მწვავედ მიწის საკითხი, ამას დამატებული კიდე ის რამდენიმე ჰექტარი მიწა, რაც ამ ტრანსელექტრიკას გადაეცა $1. იქ არის ზუსტად ეს არაფორმალურ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწები, რომელსაც ხაიშის თემი დღესაც ხმარობს და არაპირებენ ამ მიწების დათმობას. ხო, აი ეს არის რა. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სოფელს, ამ თემს გააჩნია უდიდესი პოტენციალი ალტერნატიული სხვანაირი განვითარებისთვის და ძალიან ძლიერი ეკონომიკური, ესე იგი, ეკონომიკური ერთეული შეიძლება გახდეს ეს სოფელი მთლიანად ბავშვებო სვანეთის გასამაგრებლად. ეხლა ეკონომისტებს ჯერ მოგიწევა პროექტის მომხრე, ანუ ვინც პოზიტიურს ხედავ პროექტში საქართველოს ეკონომიკისთვის, მათ მივცეთ სიტყვა ბატონ ლევან კალანდაძეს. ბატონ ლევან, თქვენ მომხდართ, რომ ქუთაისი აშენდეს საქართველოში. ძირითადი არგუმენტი რა თქვენი რა არის, აი რატომ გაქვთ ასეთი პოზიცია? დიახ. მომხრევად. პირველ რიგში თქვენი ნამუშევრის შესახებ ძალიან კარგია, ძალიან საინტერესოა, რაც თავარი ძალიან კარგად არის დანახული ეს ყველაფერი და რაც თავარი ყველაზე მთავარი არის, რომ ძალიან კომფორტულია ინფორმაციის ამ სახით მიწოდება და სიახლე დაინტერესებული მხარისთვის. მე ერთ კითხვას დავამატებდი თქვენსაც, ვთქვათ, ჩამრთვალს უნდა აშენდეს თუ არა ხუდონი, ორი სავარაუდო პასუხით. ხო, ხუდონთან დაკავშირებით მოდით აბსოლუტურად ვეთანხმები ბადოლებას, ხო? ის ხედვა, ის დანახული ყველაფერი, რაც ადგილზე მან აღწერა, აბსოლუტურად ყველაფერი არის სწორი. მე როცა საუბრობ ხუდონზე, ხუდონი როგორც ერთი კონკრეტული პროექტი, ამას არ განვიხილავ და ხუდონი როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილი და პოლიტიკური, ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი, ასე განვიხილავ. შესაბამისად, ეს ცალსახად ერთ კონკრეტულ საკითხზე საუბარი, მოდით თუ გვაქვს დრო, ვისაუბროთ ზოგადად ჯერ იმ პრობლემაზე, რა პრობლემაც ქართულ ენერგეტიკას აქვს
და აქედან გამომდინარე ამოვიდეთ ჩვენ პრობლემიდან და მე მივიდეთ ხუდონის აშენება არ აშენების პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობის და ასე შემდეგ საკითხებზე. თავიდანვე ხაზს უსვამ, რომ მე ვარ ეკონომისტი და ჩემი დამოკიდებულება წმინდა ეკონომიკური მოსაზრებებით, წმინდა ეკონომიკური ფაქტორებით არის განპირობებული. თანამედროვე მსოფლიოში აქ ვიღაცა ახსენა ჩვენმა კოლეგამ, რომ გააჩნია რამდენიც ჩავთავთო, ხო? რამდენი ადამიანი შევა Facebook-ზე და ასე შემდეგ. შესაბამისად, ტენდენცია თანამედროვე მსოფლიოში ელექტროენერგიის მოხმარების არის ზრდადი და ქვეყნები, სადაც ეკონომიკური ზრდა, ანუ მუშება ზრდა მეტნაკლებად ნორმალური მაჩვენებლით ფიქსირდება, ძალიან მარტივია ასე ვთქვათ, ყველა პროექტის მიხედვით ტრენდს თუ დავაკვირდებით, ყველგან ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება. შესაბამისად, გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველო დგება ძალიან მარტივი გამოწვევის წინაშე. ეს არის ქვეყნის ენერგოსისტემაში დეფიციტური ნაწილის დაფარვის საკითხი. როგორ შეიძლება საქართველოში დავფაროთ გაზრდილი ელექტროენერგიის მოხმარების, ელექტროენერგიაზე მოხმარების ზრდის პირობებში ეს ბალანსი. ანუ როგორ შევინარჩუნოთ ბალანსი. ძალიან მარტივი რამდენიმე გზა არსებობს. პირველი დავზადოთ იმპორტი, ხო? არის ეს შესაძლებლობა, ჩვენ ვიყიდოთ მაგალითად რუსული ელექტროენერგია და საქართველოს ენერგოდამოკიდებულების ხარისხი რუსეთზე მაქსიმალურად გავზარდოთ. რუსეთის ენერგეტიკაზე ენერგოდამოკიდებულების ზრდა რა შედეგებამდე მიყავს სახელმწიფო უკრაინის მაგალითი, ასე ვთქვათ, ძალიან კარგი მაგალითია უახლოესი წარსულიდან. მეორე ვარიანტი არის მაგალითად ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა. ავაშენოთ ატომური ელექტროსადგური, არანაირი პრობლემა არ არის. მესამე ვარიანტი არის ავაშენოთ თუ ელექტროსადგურები. მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ წყარო, რაზეც მუშაობს თუ ელექტროსადგური, ამ შემთხვევაში გაზი, საქართველოს შემოდის აზერბაიჯანიდან. სოკარი არის ექსკლუზიური მომწოდებელი საქართველოში ბუნებრივი აირის, შეგვიძლია ვთქვათ პირდაპირ არის მონოპოლისტი და შესაბამისად ჩვენი ენერგოდამოკიდებულების ხარისხი აზერბაიჯანზე მაქსიმალურად იზრდება. მე პირადად არანაირი პრობლემა არც აზერბაიჯანთან, არც რუსეთთან არ მაქვს მინდა ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების და გაღრმავების თვალსაზრისით, უბრალოდ მე გარკვეულ რისკებს და გარკვეულ საფრთხეებს ვხედავს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხის შემცირების თვალსაზრისით. მესამე ვარიანტი არის ქვეყანაში ჰიდრორესურსების ათვისება. ყველა ქვეყანა, სადაც მეტნაკლებად მაღალია ჰიდრორესურსების მოცულობა, სადაც შესაძლებლობა ჰიდრორესურსების ათვისების არის ძალიან მაღალი, ეს ქვეყნები ძალიან მარტივი პოლიტიკა აქვს ჩამოყალიბებული, ძალიან რაციონალური და პრაგმატული. ეს ქვეყნები მაქსიმალურად ცდილობენ საკუთარი ჰიდრორესურსი აითვისონ. წარმოვიდგინოთ, ახლა ის ჰიდრორესურსი, რაც საქართველოს აქვს, რეალურად ათვისებულია დაახლოებით 20%-ის ფარგლებში. შესაბამისად, 80% გვაქვს ასათვისებები. ჩვენ გვაქვს ჩვენი წყარო, ქართული წყლის სახით, რომელიც შესაძლებელია ვაქციოთ უნივერსალურ პროდუქტად ელექტროენერგიად. ეს ელექტროენერგია მოვიხმაროთ ჩვენ, გავიტანოთ ექსპორტზე და ეს სფერო ჩავაყენოთ საზოგადოების სახელმწიფოს სამსახურში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არის, საქართველოში არის 27,000 მდინარე, 27,000-მდე მდინარე, მსხვილი ენერგოგენერაციის, ჰიდროენერგოგენერაციის ობიექტის მშენებლობის არეალი არის ძალიან შეზღუდული. პრაქტიკულად ეს საქართველოს კონტროლება ტერიტორიაზე დარჩენილია 2-3 მდინარე, სადაც მსხვილი ჰიდროელექტროსადგური, კაშხლური ჰიდროელექტროსადგური შეიძლება ავაშენოთ. ოპონენტი იტყვის, რომ რატომ მაინც მსხვილი ჰიდროელექტროსადგური ავაშენოთ, მცირე ხესები ხომ არის გამოსავალი. ხო არის ჩანაცვლებადი, მაგალითად მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის. მაგალითად ხუდონის პროექტის გრძლად ხორცაუბრობ. მე მეგონა პირით გაწოდებული. ხუდონის სიმძლავრე არის 700 მეგავატი.
ბატონო? დისკუსიის დროს გაშავეთ. ხო. 700 მეგავატი და ჩავანაცვლ 350 2 მეგავატიანი ელექტროსადგური. ცირახესები, ხო? თავისთავად თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ რეალურად ეს არ არის შესაძლებელი და ეს არ არის ჩანაცვლებადი და რატომ? ხუდონის პროექტით განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგური არის ეგრეთ წოდებული მარეგულირებელი ტიპის ელექტროსადგური. ჩვენ რეალურად საქართველოს პრობლემა გვაქვს ზამთრის თვეებში ელექტროენერგიის მოხმარება, როცა მაქსიმალურად იზრდება, ანუ ქვეყნის ენერგოსისტემაში ბალანსი ირღვევა, აი ამ პერიოდში გვაქვს პრობლემა. დანარჩენი თვეები ჩვენ რეალურად ელექტროენერგიას აქეთ პირიქით უცხოეთში ვტირთ. ანუ თავისთავად ელექტროენერგიის პრობლემა არ არის, ელექტროენერგიის შენახვის პრობლემა. რომ არსებობდეს თეორიული შესაძლებლობა იმისა, რომ ზაფხულში გამომუშავებული ელექტროენერგია შევინახოთ აკუმულატორებში და გამოვიყენოთ ზამთარში, ეს მთლიანად მოხსნიდა მაგალითად ხუდონის პრობლემას, ხუდონის მშენებლობა არ მშენებლობის, აშენება არ აშენების საკითხს. სამწუხაროდ ეს არ შეიძლება. მაგრამ არსებობს გარკვეული მეთოდი, როგორ შეიძლება შევინახოთ წყარო ელექტროენერგიის წარმოებისა, ანუ ჰიდრორესურსი, წყლის რესურსი. კაშხლის ფუნქცია არის სწორედ ეს. ზაფხულის თვეებში ჩამონადენი წყალი გროვდება წყალსაცავში, რომლის გამოყენებაც ხდება უკვე ზამთრის თვეებში. და აი ამ დაგროვილი წყლის გარდაქმნა ხდება სწორედ ზამთრის თვეებში ელექტროენერგია. ასე რომ ცირახესები, რომლებიც ჩამონადენ წყალზე მუშაობს, მათი მარგიქნედების კოეფიციენტი მაქსიმალურად ეცემა ზამთრის თვეებში და ის პიკური გარდატეხის პერიოდი, როცა რაც დღეს ჩვენთვის გამოწვევის სახით არის ენერგოსისტემაში, ცირახესებით, ასე ვთქვათ, ამ პიკს ჩვენ ვერ გადავდეხავთ. ამისთვის საჭიროა სწორედ ესეთი მსხვილი რა ციფრებში, თქვენ როგორც ეკონომისტი ყველაფერს ალბათ გადაგყავთ ციფრებში, ხო? ყველაფერი არა. ამ შემთხვევაში ამ საკითხს დაკავშირებით ყველაფერი და აი ენერგეტიკულ საკითხებზე საუბრობთ, ეკონომიკურზე არ საუბრობთ. და აი ამიტომ ეკონომიკურზე რო ვისაუბროთ და აუდიტორიაც არ დავყალოთ. აი თქვენ როგორც ეკონომისტი თქვენ გაიქცევთ სარგებელი, ხო? ქვეყნის სარგებელი რა იქნება და დანახარჯი რა იქნება აქ? ქვეყნის დანახარჯი. პროექტის განსაზღვრული პროექტის ღირებულება არის 1.2 მილიონი ამერიკული დოლარი. შესაბამისად, ეს არის უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიცია საქართველოში, მსგავსი მასშტაბის და მსგავსი ოდენობის ინვესტიცია უახლოეს წარსულში საქართველოში არ გახორციელებულა და ამ თვალსაზრისით ეს არის ჩემთვის ძალიან საინტერესო. მეორე საინტერესო არის ის, რომ რა გავლენას იქონიებს პირდაპირ უცხოური ინვესტიცია ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდაზე. ჩემი კოლეგა არ დამეთანხმება, მაგრამ ჩვენ ხშირად ვიდავით რუსეთ ადრე ამ საკითხებზე. არსებობს ძალიან მარტივი და ეკონომისტებმა იციან ეს ძალიან მარტივი კორელაცია, ძალიან მარტივი ბმა პირდაპირ უცხოური ინვესტიციისა და ქვეყანაში მუშების ზრდისა. 1 მილიარდი პირდაპირ უცხოური ინვესტიცია დაახლოებით 5.5%-მდე ზრდის მუშების. შესაბამისად, გავლენა მხოლოდ ხუდონის პროექტისა აქტიური მშენებლობის ფაზაში იქნება მუშებაზე 1.1% 6 წლის განმავლობაში. ეს ჩემთვის ბენეფიტია. ბენეფიტია ჩემთვის ის გადასახადები, რომელსაც მშენებლობის და შემდგომ უკვე 2020 წლიდან ექსპლუატაციის პროცესში გადაიხდის ხუდონჰესის სახელმწიფო ბიუჯეტში, როგორც სამშენებლო გადასახადის, ისე ქონების გადასახადის, თვითონ მესტიის ადგილობრივ ბიუჯეტში, ასევე მოგების გადასახადის სახით. ბუნებრივია, ამ თემაზე არსებობს ძალიან ბევრი მოსაზრება, რომ მაგალითად 25 მილიონი, 50 მილიონი არის ბევრია თუ ცოტა. ვიღაცა შეიძლება თქვას, რომ ეს არის ბევრი, ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს ცოტა. მე ამ საკითხს ასე არ ვუდგები. მე საკითხს ვუდგები ასე, ეს არის მოცემულობა. ჩვენ შეგვიძლია, ეს არის შესაძლებლობა. ჩვენ შეგვიძლია ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ, ავითვისოთ ეს რესურსი, ან უბრალოდ უარი ვთქვათ ამაზე და ვიყოთ ასე ვთქვათ, მობიბინე, მიდორმე, ველი, სამარა, მაგრამ გვახსოვდეს, რომ
როცა მაგალითად 2020-2025 წლისთვის ჩვენ მკვეთრი ენერგოდეფიციტი გვექნება ქვეყანაში, მე სხვა გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევს. ან ჩამოვეკიდეთ რუსეთს, ან ატომური ელექტროსადგური დაავრჩიეთ. დავამთავრებთ, შეიძლება. შემდეგი ბენეფიტი დაკავშირებულია, არაპირდაპირ ბენეფიტი დაკავშირებულია ელექტროენერგიის ტრანსპორტირებასთან. მე რაც მაქვს გათვლები ნანახი, მე არა ვარ თვითონ ამ პროექტის არც ავტორი, არც ინვესტორის წარმომადგენელი და ასე შემდეგ. ჩემი ყველა მსჯელობა ეფუძნება ყოველ კონკრეტული ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს. მე არა მაქვს მაგალითად არანაირი საფუძველი შევიტანო ევროპული ფანდრაიზერების, მსხვილი საბანკო კონსორციუმების ფინანსურ კვლევაში, უბრალოდ კვლევის ფინანსურ ნაწილში. შესაბამისად, ქართული კომპანიები, რომელიც დაკავებული იქნებიან გამომუშავებული ელექტროენერგიის ტრანსპორტირებით, ქართული კომპანიები ხავს უსვამ და წელიწადში დაახლოებით 18-19 მილიონ $-ს მიიღებენ. ბევრია თუ ცოტა, ისევ ანალოგიური დამოკიდებულება, ვიღაცისთვის ეს არის ბევრი, ვიღაცისთვის ეს არის ცოტა. მაგრამ ეს არის მოცემულობა. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ და ნუღარებთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისევ ენერგეტიკაზე მომიწევს საუბარი, რა თქმა უნდა, ფლატ ეკონომისტად ვერ დავრჩები. მოწოდებით ენერგეტიკოსი გავხდი ამ ბოლო დროს. მარტივად რომ ვთქვათ, ვაგნერის, ენგურის და ხუდონის աշխალი ჩაფიქრებული იყო თავიდანვე კომუნისტების დროს ერთიან, ასე ვთქვათ, კასკადად ჰიდროელექტროსადგურებს. ანუ რო წარმოვიდგინოთ ეს სურათზე ძალიან კარგად იყო ჯერარი ვაგნერი, ენგურის და ხუდონის აშენების შემდეგ ენგურის და ვაგნერის სიმძლავრე გამომუშავება ყოველწლიური იზრდება დაახლოებით როგორც ასე ვთქვათ პროექტით არის გათვალისწინებული 300 მილიონი კილოვატ-საათი ყოველწლიურად, მაგრამ როგორც ექსპერტები აფასებენ, როგორც ენერგეტიკოსები აფასებენ, ეს არის დაახლოებით 450 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია. ჩავთვალოთ, რომ ყოველგვარი ინვესტიციის, ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე საქართველო იღებს ერთ ახალ სიმძლავრეს, ახალი ჰიდროელექტროსადგურის სახით და ეს რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ყველაზე იაფი ელექტროენერგია, 1.1 თეთრის ღირებულების 1 კილოვატ-საათი, ესე ჩემთვის მნიშვნელოვანია. კიდევ ვიძახი, რამდენად ბევრია თუ ცოტა, ამაზე შეგვიძლია ძალიან ჩვენი სუბიექტური აზრი ჩამოვაყალიბოთ, მე ვთვლი, რომ ესეც მოცემულობაა. სახელმწიფო რას გასცემს ამის სანაცვლოდ, პროექტის სანაცვლოდ? სახელმწიფომ რაც გასაცემი იყო გასცა უკვე. და რა ღირებულების იყო ის რაც გასცა? მე ვერ გეტყვით, მე აუდიტი არ ჩამიტარებია, ამაზე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ. რეალური ღირებულება იმის მე არ ვიცი. მე შემიძლია გითხრათ ერთი რამ. უბრალოდ კორექტირება შევიტანოთ თქვენს მიერ ნათქვამ და გაცხადებულ $1 1500 ჰექტარი მიწის გადაცემაში. ეკონომისტებისთვის, ფინანსისტებისთვის აბსოლუტურად სხვადასხვა 1500 ჰექტარი მიწის $1 მინუსთვის გადაცემა და აბსოლუტურად სხვა არის $1 1500 ჰექტარის მიწის პირობით ვიღაცისთვის გადაცემა. ეს გადაცემა მართალია $1 მოხდა, მაგრამ მოხდა პირობით დატვირთული, ასე ვთქვათ, მიწის პირობით დატვირთული გადაცემა. შესაბამისად, პირობა ითვალისწინებდა ინვესტიციის განხორციელებას $1.2 მილიონი $-ისა საქართველოში, პირობა ითვალისწინებდა შესაბამისი, ასე ვთქვათ, ბიზნეს პროექტის რეალიზაციას, შესაბამისი ზამთრის პიკურ თვეებში 123.9 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის უპირატესი ფასით მიწოდება სახელმწიფოსთვის და ეს პირობა ითვალისწინებდა გარკვეული განსახლებისა და კომპენსაციის თემას ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ასე რომ მე არ ვთვლი, რომ ეს არის $1 გადაცემული მიწა, ეს არის $1 გადაცემული მიწა, რომელიც დაგებულია პირობებით. რატომ რეგისტრირდებიან მაინტერესებს ოფშორ ზონაში კომპანიები და აქვე გაგახსენებთ თქვენს მაგით ვიწერდი ზუსტად. სტუდიამ ინტერვიუ ვიწერდი ზუსტად. კი ბატონო. მე ვიცოდი, რომ ეს გემახსოვრებოდა, თქვენ და აუცილებლად მაგით დავიწყებ. მე პრინციპში არ მწოს ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიები, იმიტომ რომ ოფშორი გარკვეულწილად არაკეთილსინდისიერი ბიზნეს პარტნიორის ხელში მაწადებ ბაგამგიორგი ერთად და ბერეთ ბეგააკეთებთ.
რატომ არ მომწონს? არ მომწონს იმიტომ, რომ ოფშორ იძლევა საშუალებას გარკვეული საკითხები იქნას დაფარული. ხედულობაში მაქვს მაგალითად თემები დაკავშირებული საქართველოში გარკვეული მედია საშუალებების ფლობასთან ყოველთვის კითხვის ნიშნებს იწვევს, რომ რეალურად ვიდგას ამ ყველაფრის უკან, ხო? შესაბამისად ეს ჩემში იწვევს გარკვეულ ეჭვს, ბადებს ბუნებრივად გარკვეულ ეჭვს და მიჩნდება ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. კითხვის ნიშანი საბოლოო ჯამში გადადის რაღაც საკითხისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ მიუხედავად იმისა, მე მომწონს თუ არ მომწონს ეს, ოფშორი არის თანამედროვე fundraising-ში, განსაკუთრებით fundraising-ში მიღებული პრაქტიკა ფინანსების მოზიდვის თვალსაზრისით, დაცულობის პროექტის დაცულობის უზრუნველსაყოფად მაღალი გარანტიების მიღების თვალსაზრისით, ამ კონკრეტულ შემთხვევასთან მე რატო არ მაქვს პრობლემა. ძალიან მარტივ რამას გეტყვი. მე ვიცი ვინ დგას ქართული ტრანსელექტრიკას უკან, დგას ოფშორში დარეგისტრირებული ტრანსელექტრიკა. ისიც ვიცი მათ უკან მიწეს. ანუ შესაბამისად არა, ნუ 2 კვირის წინ ჩამოსულები იყვნენ ეს საგამო. ახლა გვარებესახი და ფეხის ზომას მომხოთ არ არის ახლა ჩემი საქმე, ხო? რასკი ჩამოსულები ეგრე ორ კორეელს მეც დავუჭერ და ვიტყვი კორეელი ინვესტორია მე. ეგრე რა შეგვაშერე ხა. ჩამოსულ ჯერტი დინარიანის საკითხი საკითხია და მეორეც ეგეთი თუ მე მაძლევს საშუალებას. არა, უკაცრავად თქვენ ლაპარაკობთ მთელი საათია და ახლა ჩვენს კომპიუტერზე ესე არ შეიძლება. ნერვიულობ, მე როცა ნერვიულობ, არ ვსაუბრობ. მე ჩემ წინ დროს ვიხედავ. თუ არ აინტერესებს საზოგადოებას დავჩუნდები. თუ არა და ძალიან თოთ მაცალებს. ეუდები ხო. ამიტომ უნდა დაგეწყოთ პანელები. ხო, შესაბამისად, როცა გახსნილია ინფორმაცია, ეს ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ძალიან ხშირად საერთაშორისო ფანდრაიზინგულ ხელშეკრულებებში ოფშორში დარეგისტრირებული სათავო კომპანია არის პირობა იმისა, რომ ფანდრაიზერი მოიძიებს თანხებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის უარს იტყვის თანხის მოძიებას. მე გეტყვით უკრაინის ყირიმის მაგალითს. წარმოიდგინეთ ინვესტორის ფანდრაიზინგი ყირიმში რომ განეხორციელებინა ყირიმში დარეგისტრირებული კომპანიით. აბსოლუტურად კატასტროფული და ტრაგიკული სურათი იქნება. მაგრამ ამ კონკრეტულ кейსთან დაკავშირებით მე გეტყვით, რომ პროექტის მშენებელი ოპერატორი კომპანია არის ქართული კანონმდებლობის მიხედვით შექმნილი ტრანსელექტრიკა ჯორჯია. ეს არის კომპანია, რომელიც დარეგისტრირებულია საქართველოში და გადასახადებს იხდის საქართველოში. რაც შეეხება ოფშორის კომპონენტს, ოფშორის კომპონენტი გამოყენებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის, ფანდრაიზინგისთვის. აბსოლუტურად დანარჩენი არაფერი ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიას არ ეხება. ეხლა თუ ვინმეს ეჭვიათ რომ ამ კომპანიის უკან ძლიერნი ამასოფლისანი დგანან, მინდა გაგიქარწყლოთ რომ არა, ჩემო კარგო, ნამდვილად არავინ არ დგას. ვისაც თქვენ გულისხმობთ, ისინი ყოველ შემთხვევაში შეგიძლიათ მე დამაბრალოთ. არა, მე არ ვიცი დავაბრალე, თვითონ სამწუხარო რეალობა იქნება ბოლოს საქართველოს. მაგასე არა უშენე. რაღაც ისე გამოდის, რომ თითქოს მე ტრანსელექტრიკას წარმოადგენელი არა ვარ, მე ტრანსელექტრიკას წარმოადგენელი, ასე რომ ჩემი ადვოკატირება ტრანსელექტრიკასთვის ნამდვილად არ იქნება სწორი უბრალოდ. მე უბრალოდ თქვენი მეგობარი აქვს აღმოჩენილი. რომელს ძალიან ირაკლი იაშვილი, რომელიც ფლობს 50% ტრანსელექტრიკა ტრეიდინგში. ირაკლი იაშვილი არის ჩემი მეგობარი. ირაკლი იაშვილი თქვენი პარტიის ფლობს. ყოფილი. ხო, ეგ არ თუ არ წამაშნეგე. ირაკლი იაშვილი არის დიახ ჩემი მეგობარი და მიუხედავად მისი ბიზნეს ურთიერთობებისა, ეს ჩემს მისადმი ურთიერთობაზე აღანაირ გავლენას არ ახდენს და ამ кейსთან არ ფეშუაში არის. ირაკლისთან დაკავშირებით გეტყვით. ირაკლი არის დამფუძნებელი ტრანსელექტრიკა ტრეიდინგის. ტრანსელექტრიკა ტრეიდინგს არანაირი შეხება ტრანსელექტრიკა ჯორჯიასთან არ აქვს. ტრანსელექტრიკა ტრეიდინგი 100% ტრანსელექტრიკა ჯორჯიაზე კუთვნს, კი არა, შეხედე. ტრანსელექტრიკა ჯორჯიასთან ირაკლი იაშვილი არანაირი კავშირი არ აქვს. ბიზნეს პარტნიორები არიან 50%. ბატონმა ლევონმა ჩამოაყალიბა თავისი ხედვა, ფილოსოფია, როგორ ხედავს და ამასთან დაკავშირებით, რა? ოღონდ მხოლოდ ეკონომიკურ თემაზე რომ პასუხი. რა თქმა უნდა. საკითხებზე და არა თქო ენერგეტიკულ პროფესიონალურ. მე ხო ენერგეტიკაზე ვლაპარაკობ, მაგრამ მამას ისე უძლებენ. არა, ორივეზე ელაპარაკა მან.
პირველ რიგში რაშიდაც მინდა მთლიანად დავეთანხმო, ეს არის შეფასება ამ პორტალის, ეს არის ძალიან კარგი პორტალი და აი ეს პირველივე 5 წუთში რაც კითხვები იყო და გაცემული პასუხი, ამის შემდეგაც შეიძლებოდა დასკვნის გამოტანა ამ პროექტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, უარყოფითი. ყველა გამოცდილი ექსპერტი, რომელიც შეხედავს ამ პროექტს ზედაპირულადაც კი, ოღონდ მას უნდა ჰქონდეს გარკვეული ხედვა. ითქვეს, რომ ეს პროექტი არის დასაცული. და რატო? მარტივი მიზეზის გამო. ამ პროექტს აქვს ბევრად მეტი ხარჯი, ზარალი და უარყოფითი მხარე, ვიდრე ბენეფიტი. ხარჯი აჩატარებულა მოგება დანახარჯის ანალიზი. ხო. არც ეს ამ პროექტის ნაკლია. ეგ არის მაგრამ cost benefit-ი გაკეთებულია. უბრალოდ არ უნახია. არა, არ უნახიათ, იმიტომ რომ ეს არის კომერციული ნაწილის თავში. გაშუაშია, ეს არ არის კომერციული ნაწილი. არა, როგორ ხარ თქვენთვის სახელმწიფოსთვის რა მოგება არის აქ ჩადებული და რა დანაკარგები მე ამაზე მაქვს საუბარი. მე პროექტანტისთვის ეს არის ძალიან მომგებიანი, ძალიან პერსპექტიული და ძალიან მუქთა პროექტი, რა თქმა უნდა, იმისთვის ვინც ახორციელებს. მე ვლაპარაკობ სახელმწიფოსთან. სახელმწიფო რას კარგავს და სახელმწიფო რას იღებს. ასეთი ოფისის კომერცია, რომლის თანახმადაც სტრატეგიულ ობიექტებთან დაკავშირებით ინფორმაცია საჯაროა. ანუ ეს თავიდან ვთქვათ, რომ არასწორია ეს საკითხი. ხა რაც შეეხება მეორეს. ენერგეტიკულ დანახართან დაკავშირებით. გერმანია თქვენ იცით და მისი 20% განახლებადი ენერგიებით იკმაყოფილებს ის თავის ენერგეტიკულ მოთხოვნილებას. კიდევ მეორე, არსებობს დანათვალი საქართველოში დათვლები. ჩვენი ძალიან მარტივად, ჩვენი ნათურები მთლიანად საქართველოში, რომ შეიცვალოს ეკონომიკური ნათურებით დაახლოებით იმდენივე ენერგიას მიღებთ, რასაც ორი საშუალო ჰიდროელექტროსადგური მოგწევდა საქართველოში. მე ვეთანხმები ჩემს მეგობრებს, ეს პირდაპირ მიმდინარეობს, ну ეს არის ვთქვათ, შეხედულებათა სხვაობა, მიმდინარეობს მიმართულება, რომ ყველაფერს ენერგეტიკა გადაარჩენს და რა თქმა უნდა, ეს არ არის მართალი. მე როცა მოვიყვანე გერმანიის მაგალითი, გერმანია სადაც 200 დღეც კი არ არის მზიანი და საქართველოში 300 დღე მზიანია. სამწუხაროდ თან არა მაქვს წამოღებული ჩვენი განახლებადი ენერგიების შესაძლებლობები და ასევე მინდა არასწორი ციფრებით ვისაუბრო და ასევე უზარმაზარი შესაძლებლობები, რომელიც ჩვენთან ენერგოეფექტურობის ხარჯზე იმართება. სამწუხაროდ ჩვენი ენერგეტიკის სამინისტრო, მისი მესვეურები, როგორც ძველი ხელისუფლებიდან ახლაც დარჩენილები, საშინლად ეწინააღმდეგებიან კანონების ამუშავებას, რომელიც ჩვენ უდიდეს შესაძლებლობას მოგცემ. და ეხლა გარბინდა გადავიდე უკვე გარემოს დაცვის საკითხებზე. არავის არ დაუთვლია რა ზიანს მოუტანს ქვეყანას ეს, როგორც გარემოს დაცვის თვალსაზრისით და რა სიკეთეს. ეს ერთი საკითხი. ხა რაც შეეხება არსებობს გამოცდილებები ევროპაში და ჩვენ ძალიან ხშირად გვეუბნებიან სამწუხაროდ საბედნიეროდ მე ძალიან დიდი წლები ამ სფეროში ვმუშაობ, აი თქვენ იმიტომ რომ ვიყავ მას მერე და როცა ჩვენთან უცხოელები მომბრძანდებოდნენ და ეხლაც მოდიან, ყოველთვის გვეუბნებოდნენ აუცილებლად გაითვალისწინეთ ის შეცდომები, რომლებიც ევროპამ გაიარა. თქვენ ჯერ აქამდე არ მოსულხართ და მე რასაც დღეს ვხედავ, კი არ ვითვალისწინებთ, პირიქით ვითვალისწინებთ ცუდი მხრით ამ თვალსაზრისით. ვინმე დათვალო, როგორ მიკროკლიმატურ პრობლემებს შექმნის ეს სვანეთისათვის, არავის არ დაუთვლია. კლიმატის ცვლილებების საკითხებზე როცა ვსაუბრობთ, იქნება კი ჩამონადენი ცოტა ხანში? ვინმე გვაჩვენა, ჩვენ გვაქვს ჩვენი სპეციალისტების მიერ გაკეთებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ძველი დოკუმენტის ანალიზი, ალბათ თქვენ ეს გაქვთ. იქ გეოლოგიის საკითხები ძალიან რთულად დგას და არავინ იცის რა შედეგებს მოგვიტანს და მესამე საკითხი, სოციალურს რო გადავხედოთ, გადახედეთ ჩვენს ხეობებს, დაცლილია ხევსურეთი, დაცლილია მთიანეთი. რაჭაში შაშა სამჯერ ვიყავი და გეუბნებით საშინელება იქაც მსგავს რაღაცებს აპირებენ და როცა ჩამოვდიოდი, ხედავდი რაც დარჩა ისიც აღარ იქნებოდა. ერთი კუთხე, პატარა კუთხე დარჩა სვანეთი, რომელიც აი ამ გეგმების შედეგად, რაც ჩვენს პოტენციალურ ენერგეტიკოსებს უდევთ, სულ ცოტა ხანში დაიცლება და
სოციალურ საკითხებს რო თავი რო შევხედოთ ძალიან მარტივად. არც ჩვენი კანონმდებლობით არ არის ზუსტად განსაზღვრული და მასაც არ ყვებს აი ეს და მსოფლიო ბანკის თუ საერთაშორისო კანონმდებლობიდან გამომდინარე ხო ამაზე ლაპარაკი არ არის. მე არ ვიცი ჩვენ ევროპაში ყოველ შემთხვევაში ჩვენ ძალიან გვინდა რომ ხელი მოეწეროს ხელშეკრულებას. ხო აი ხელშეკრულებაში რაც შედებულია სოციალურ საკითხებზე ვინმე ითვალისწინებს ამას. ეხლა შევხედოთ ჩვენს სვანეთის ბუნებას. ეს არის უნიკალური გარემო, უნიკალური ბუნება თავის ტყეებით. რა გავლენას მოახდენს გეზეშეში რომელიც ძველად არსებობდა, იქ ამაზე პასუხი არ იყო გაცემული და ჩვენ დიდი მეცნიერები ჩვენთან შეხვედრაზე როცა ბრძანდებოდნენ ბატონ გინდახუცრიშვილი მისთვის ეს ყოვლად მიუღებელია. არაჩვეულებრივი ბიომრავალფეროვნება, რომელიც სვანეთში მხოლოდ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის აშენებით სხვას რო თავი დავანებოთ, როცა ბოლომდე ავნեն და იქ არაფერს აღარ დატოვებენ, ადამიანებს რო თავი დავანებოთ, ეს გარემოც სრულად შეცვლილი იქნება. ძალიან მოკლედ რაც მე გითხარით და ამის უკან კიდე ძალიან ბევრი საკითხი დგას. ახსენეთ რომ სიახლეები რა არის ამასთან დაკავშირებით, პრინციპში აღარ ვიცი საიდან დავწყობ. სიახლე არის ის რომ ამ სვანეთში მარტო ხუთოფისი არ არის დაგეგმილი და დაგეგმილი არის ბოლო გათვლებით 28 ჰიდროელექტროსადგური, მათ შორის წყალსაცავი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც პრაქტიკულად მთელ ენგურის ხეობას ითვისებს და აქ როდესაც საუბარი არის ზემოქმედებაზე, აქ მარტო ხაისზე კი არ არის საუბარი, აქ საუბარია ზოგადად ზემოქმედება მთლიან სვანეთს და სვანეთის მოსახლებაზე, იმიტომ რომ ამ ჰესების აშენების შემთხვევაში პრაქტიკულად ძნელად შეიძლება იყოს ადგილი, სადაც ადამიანმა შეიძლება იცხოვროს. ზოგადად სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებსაც თუ ვენდობით, სვანეთში საცხოვრებლად ვარგისი არის და ასევე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების თვალსაზრისით ვარგისი აქვს მხოლოდ 9000 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და მეტი არა. ამიტომ ის სამარცხვინო რეკლამა, რომელსაც ჩვენ ხედავთ ხოლმე ხუდონთან მიმართებაში, რომ თურმე ხუდონის გამო სვანეთი კი არ იტბორება, რაღაც მცირე ნაწილი იტბორება, ამ ლოგიკით რომ გავყვეთ, მთლიანი სვანეთის დასახლებული პუნქტების რომ დავტბოროთ, მთლიანი სვანეთის ტერიტორიის 2% შეადგენს და მეც არა. რაც შეეხება მეორე სიახლეებს, თქვენ მონაცემები გქონდათ აქ ხუდონის სარგებლის შესახებ. ეს სარგებელიც გადასახედი გექნებათ და მე შემიძლია ვთქვი, იმიტომ რომ ეს თვითონ ბატონმა მირჩხულოვამ აღიარა კომერსანტთან მიცემულ ინტერვიუში, რომ მას მოვიდა მექანიკური შეცდომა, რაც ფაქტობრივად ბატონ ელევანი ჯიუტად მითქიცებდა ერთ-ერთ გადაცემაში, რომ ეს არ არის და ის სრულად ენდობა. ბატონ ელევანი მას მოსულია. არა, მე მირჩხულოვან კი არ გითხრათ, მითხარით რომ იქ გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიში მოცემული მონაცემები იყოს სრული ჭეშმარიტება და გეუბნებით რომ მოსულია მექანიკური შეცდომა, აქვე გეტყვით რა მექანიკური შეცდომებიც მოუვიდა მას გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომ საშემოსავლო გადასახადი წელიწადში იქნება არა 21.53 მილიონი ლარი, როგორც გეზეში წერია, არამედ 6 წლის განმავლობაში იქნება მხოლოდ 27 მილიონი დოლარი. ეს აკიდე საკითხია. დოლარით რატომ არის დათვლილი საშემოსავლო გადასახადი და საერთოდ რა წესია ეს უფრო მეტად რომ გამოჩნდეს თანხა 20 წლიანი პერიოდების დათვლით. გარდა ამისა ქონების გადასახადი ასევე მას კიდევ ერთი შეცდომა მოუდა გამოსწორებულ მექანიკურ შეცდომებში, როდესაც ახსენა რომ მოგების გადასახადი პირველი 20 წლის განმავლობაში იქნება 410 მილიონი დოლარი. აქ შეგახსენებთ რომ პირველი 20 წლის განმავლობაში ინვესტორს ერთადერთი აქვს საერთოდ გადაუფლება აქვს და გამოიყენებს კიდეც დარწმუნებულია როგორც სხვა კომპანიებმა გამოიყენეს რომ საერთოდ არ გადაიქცეს ამ მოგების გადასახადს, საერთოდ არ აჩვენებს მოგებას. და იმ მარტივი მიზეზის გამო რომ 10 წელი როგორც მინიმუმ დაჭირდება მხოლოდ შენებლობას და აქედან გამომდინარე მოგებას ფიზიკურად ისედაც ვერ გადაიქცეს, ხოლო შემდგომი 10 წელი მას უფლება აქვს ინვესტიციები გაატაროს დანახარჯებში. და გარდა ამისა საუბარი იყო რაღაც დამატებით კიდევ ენგურ ჰესე 475 მილიონი კილოვატ-საათის გამომუშავებაზე, მაგრამ დღემდე არავის არ უნახია არც ამ ჰესების მუშაობის რეჟიმები და გეზეშეში სადაც 300 მილიონი ეწერა და ასე სიტყვაზე მენდეთ პრინციპი და მიდგომა რომ არის, ეს არის პრობლემა. ეს რაც შეეხებოდა სიახლეებს, რაც დღემდე არსებობს ამასთან დაკავშირებით. ეხლა ძალიან მცირე შესწორებები მინდა შევიტანო ბატონმა ლევანმა ახსენა ასეთი რამე რომ თურმე 350 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგური ყოფილა მცირე ჰიდროელექტროსადგური. ბატონ ლევან შეგახსენებთ რომ 10 მეგავატი არ თქვი ზუსტად 350 2 მეგავატიანი მომისმინეთ ხოლმე რა.
350 2 მეგავატიანი ვერ ჩაანაცვლებს 1.7. ეხლა მაშინ ენერგეტიკულ საჭიროებასთან დაკავშირებით. თქვენ აქ აგერიათ ორი საკითხი. პირველი ეს არის სიმძლავრე და მეორე ეს არის ელექტროენერგია. როდესაც საუბრობ დეფიციტზე და დეფიციტის დაფარვაზე, აქ საუბარი არის ელექტროენერგიაზე და კილოვატ-საათებზე, ხოლო როდესაც საუბარი არის მეგავატებზე, ეს არის საუბარი სიმძლავრეზე. საქართველოს დღეს და არც უახლოეს მომავალში და ვინმე დაადოს მაშინ ის გეგმა, რომელი გეგმის მიხედვითაც საქართველოს პიკის დროს, პიკის მოხსნის პრობლემა შეიძლება შეექმნეს, მანახეთ ბატონო, ან ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა, ან ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა, ან რაიმე სტრატეგიული გეგმა თუ არსებობს ამ ქვეყანაში. რაც შეეხება დეფიციტის დაფარვას, დეფიციტის დასაფარად ეს ჰიდროელექტროსადგური არ არის გათვალისწინებული, რაც თქვენ თვითონი აღიარეთ და უბრალოდ სასაცილო და უკვე სამარცხვინო არის, როდესაც ამხელა ზარალის ფონზე 133 4 დღის საქართველოს 4 დღის მოხმარების დენი უნდა მიაწოდოს საქართველოს, ისიც 5.84 ამერიკულ ცენტად. გარდა ამისა, ოფშორულ ზონებთან დაკავშირებით, თქვენ თქვით, რომ არა გაქვთ ახლა ამ შემთხვევაში პრობლემა, მაშინ ჰქონდათ multiplex solution-თან პრობლემა, ახლა რატომღაც არ აქვს პრობლემა Transelectrica Limited-თან, იმიტომ რომ თუმცა Transelectrica Georgia საქართველოს არის დაგრეგისტრირებული, ხოლო თანხა შევა Transelectrica Georgia-ს და Transelectrica Limited-ი ძალიან მშვიდად უყურებს ამას და მასთან არაფერი თანხა არ წავა ამის შემდეგ. პირველ რიგში შეგახსენებთ, რომ Transelectrica Limited-ი, რომელსაც დღემდე თითითიც არ დაუდია და რაღაცა ორი ინდოელი რომ მოიყვანა და პრეზენტაცია გააკეთა, ეს არნიშნავს, რომ ისინი არიან ამ კომპანიის ან დამფუძნებელი, ან მფლობელები, ეს ერთი. მერე მეორე, ამ კომპანიის აქციონერები ასევე სამარცხვინოდ მოყვანილი ყავთ 3 კომპანია და ამ 3 კომპანიიდან ერთი პანამაშია დარეგისტრირებული და მასაც არანაირი საქმიანობა არ წარმოებია, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ მოახერხებდა და 2010 წელს არის დარეგისტრირებული და მეორე კომპანია დარეგისტრირებულია კენტში. თქვენ მაგ 3-დან რომელზე გაგდეთვი რჩებია? არა, თქვენი არა, მე არ მითქია რომ თქვენია, მე ვამბობ რომ ზოგადად, როდესაც თქვენ პრობლემა არ გაქვთ, წესით და რიგით პრობლემა უნდა გქონდეთ, როდესაც ასეთი ურთულეს პროექტზე არის საუბარი, იმიტომ რომ შემდგომ ამისა რამე რომ მოხდეს პასუხის მოსათხოვი, ვის მოსთხოვს პასუხს ენერგეტიკის სამინისტრო თუ საერთოდ ზოგადად სახელმწიფო, აბსოლუტურად გაუგებარია. საქართველოში ყველა ბანკის დამფუძნებელი არის ოფშორული კომპანია. ძალიან ცუდი მე, ძალიან ცუდი. ძალიან ცუდი. ფანდრაიზინგი არ გამოვა, არც უფლება ბანკი არ აფინანსებს ამ პროექტს და არც იბიადი, რომელ ფანდრაიზინგი? შავი ფული? ანუ ეს რას მელაპარაკებთ? ხლა არ გიჩვენებთ უბრალოდ მიშრით ხალხს ეს ერთი და მეორე ფანდრაიზინგი, სხვანაირად არ გამოვა, ესეთი რაღაცა პირველად გავიგე საერთოდ. ასე არ გამოვა ფანდრაიზინგი. ხო, Siemens-ი იმას რა ფანდრაიზინგს ოფშორულ ზონებიდან აქვს. რამდენი წმინდა და უნებრივია, რა თქმა უნდა, ოფშორიდან. ეხლა რაც შეეხება კიდევ ერთ არაზუსტ ინფორმაციას, ეს შეეხება მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის თემას და განხორციელებული, ესე იგი, პირდაპირ პროპორციულ კორელაციას, რომელსაც ასე ხშირად ახსენებენ ხოლმე, რაც არ არის სწორი. და ამაში მე მარტო ჩემი მოსაზრება კი არის, ამაში ისედაც ლოგიკურადაც ესე გამოდის, იმიტომ რომ არ შეიძლება ნებისმიერ სექტორში განხორციელებული ერთი და იგივე პირდაპირ უცხოურმა ინვესტიციამ ერთი და იგივე შედეგი მოგცეს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე. უბრალოდ შეუძლებელია. უფრო შორს წავიდა მაგალითად ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ლაურა ალფარო, რომელსაც მე შემიძლია მოგაწოდოთ მისი, ასე ვთქვათ, ცირე ნარკვევი, რომელსაც შეისწავლა ზოგადად მთლიანი შიდა და საერთოდ პირდაპირ უცხოური ინვესტიციების როლი ეკონომიკური ზრდის თეორია საკმაოდ ფართო ცნებაა და აქედან გამომდინარე მას ცოტა სხვა კუთხით ჭირდება კვალიფიკაცია და განათლება და ამაზე აბსოლუტურად სხვა კუთხით მუშაობენ ძალიან ბევრი ეკონომისტები, მათ შორის როგორც ჰარვარდში, ასევე ოქსფორდში, რომელსაც თქვენ რატომაც არ აღიარებთ, არ ვიცი რატო არ მიგაჩნიათ საკმაოდ კვალიფიციურად. იმიტომ რომ არ აღიარებთ მის მათგულებებს და მათგულების დასკვნებს და მაინც ერთ და იგივე არგუმენტებით გამოდიხართ სხვადასხვა მედია საშუალებებში. ეხლა ძალიან მარტივად რაღაცა. ლაურა ალფარო განასხვავა 3 სექტორი. ეს არის წარმოების სექტორი, ბუნებრივი რესურსების სექტორი და მომსახურების სექტორი. სადაც მან გააკეთა დასკვნა, ციტირებას გავაკეთებ უბრალოდ. მთელი რიგი შესწავლებისა და მოდელირებების შედეგად, უბრალოდ დასკვნას ვკითხულობ და მოდელები განხილული არის ცოტა ზევით და მოგცემთ და ნებისმიერ შეუძლია ნახოს. დასკვნა არის გაკეთებული შემდგომ. დაფიქსირებულია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის, პირდაპირ უცხოური ინვესტიციების განხორციელება წარმოების სექტორში გააჩნია მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე დადებითი ეფექტი, ანუ რეალურად პირდაპირ უცხოური ინვესტიციები წარმოების სექტორში ზრდის მთლიანი შიდა პროდუქტს,
ხოლო ბუნებრივი რესურსების ათვისების სექტორში პირიქით დაფიქსირებულია უარყოფითი კორელაცია თლიანში და პროდუქტსა და პირდაპირ უცხოური განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შორის. ეს არის ჩემი არის, ეს არის ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი. ხო, ანუ დაფიქსირებულია ტენდენცია უარყოფითი. აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ აკლებს აუცილებლად, აქ საუბარი ტენდენციაზე. ეგ ბრძანეთ ეხლა. კონდიციონული არის ჰარვარდის უნივერსიტეტის ერთ-ერთი და არაერთადერთი პროფესორი. კარგი, მომიტანეთ სხვა მონაცემ, სხვა მათემატიკური მოდელები და გარდა ამისა, ნებისმიერი ნებისმიერი ეკონომისტი, რომელიც ნებისმიერი ეკონომისტი, რომელიც მათემატიკური მოდელირების გარეშე იტყვის, რომ თურმე ხუდონ ჰესისში განხორციელებული ყოველწლიურად 200 მილიონი დოლარი გამოიწვევს პირდაპირ პროპორციულად თლიანი შიდა პროდუქტის 1.1%-ით ზრდას, ის უბრალოდ ეკონომისტი არ არის, ან ამ სფეროს საერთოდ არაფერი არ იცის. აი ეს არის ძალიან მარტივი მაგალითი და ძალიან მარტივი მაგალითია ლოგიკურადაც რომ შევხედოთ და სულ არ ჭირდება ამას არც ეკონომისტობა და არც პროფესორობა. ძალიან მარტივი რაღაცა არის. თქვა პირველ წელს რომ მოხდეს, თქვა და გაიზარდოს 1.1%, ხო? ის გაზრდილი 1.1%, შემდეგ წელს იანგარიშება უკვე გაზრდილი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდით, რაც უბრალოდ შეუძლებელი გამოდის ამ ეგრეთ წოდებული განხორციელებული 200 მილიონი დოლარი და აქვე ერთი მინდა დანახარჯები ვინ შეაფასავა ეს კითხვა დაისვა, ხო? ანუ რა დანახარჯებზეა საუბარიო იმ ეგრეთ წოდებული სარგებლის ფონზე. ძალიან მარტივად 1500 ჰექტარი. ამ 1500 ჰექტარში 1100 ჰექტარი 1100 ჰექტარზე ცოტა მეტი არის ტყის მასივი. 2008 არ დამისვავს ეგ შე. არა, ნუ არ დაკისვავს, მაგრამ ისმევა ხოლმე რა ზარალზეა. არა, კი ბატონო, ხო, ისმევა კითხვა დიდი ბოდიში, ისმევა კითხვა ხოლმე რა ზარალზე არის საუბარი. 1100 ჰექტარი არის ტყის მასივი. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის მიერ განხორციელებულმა დაბომბვებმა ბორჯომის რაიონში გამოიწვია 950 ჰექტარი ტყის დაზიანება, საიდანაც სრულად განადგურდა 250 ჰექტარი ტყის მასივი. შეიქმნა შესაბამისი სახელმწიფო კომისია და ზიანი შეფასდა 1 მილიარდ დოლარად. ხოლო ეს აქტი შეფასდა ეკოციდად. ამ შემთხვევაში არანაკლებ თუ მეტი არა ეკოლოგიური ღირებულების ტყის მასივი გადაეცა გაურკვეველი წარმოშობის, გაურკვეველი უკანდგომი ადამიანების ჯგუფს $1 მარტო აი ამ ტყის მასივს გულისხმობ ეხლა ამ შემთხვევაში $1 და ამ 1100 ჰექტარიდან უშუალოდ დატბორის ზონაში ყვება 366, რომელიც სამუდამოდ დაიკარგება. ანუ ბორჯომის რაიონში თუ იმ 250 ჰექტარს და 950 ჰექტარს აქვს შესაძლებლობა აღდგეს დროთა განმავლობაში, აქ საერთოდ მომსპარია ეს შესაძლებლობა. ანუ როგორც მინიმუმ მხოლოდ ტყის უკაცრავად დავამთავრებ, ტყის მასივზე მიყენებული ზიანი და ის $1 გადაცემული ქონება შეადგენს $1 მილიარდ. ეხლა განვაგრძობ სხვა ვალდებულებებსაც. არა, ეს ხო ერთი კომპონენტია მხოლოდ. ხო, არა. ტყე რომელიც განადგურდა და ეს ტყე რომელიც ახლა განადგურდება ერთი ხარისხისაა? ანუ ერთი არანაკლები ეკოლოგიური მნიშვნელობა ეკოსისტემური სერვისების თვალსაზრისით. ეს არის ისეთი ჩვეულებრივი ეს ვერავინ ვერ დაიწყებს ამაზე შედავებას. თუ უფრო მეტის არ აქვს, კიდევ ერთხელ ვახსენებ, იმიტომ რომ რეალურად სვანეთში არც ერთი კვადრატული მეტრი არ არის დაცული ტერიტორია დღეს და ეს განპირობებული იყო სწორედ იმით, რომ აქ იყო დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურები. სინამდვილეში პრაქტიკულად სვანეთის მთელი ტერიტორია არის წესით და რიგით ნორმალურ ქვეყანაში გამოცხადებული იქნებოდა დაცულ ტერიტორია. ეხლა რაც შეეხება დამატებით, რა ვალდებულებები. აქ საუბარი იყო თითქოს ეს არის პირობიდან გადაცემული ქონება და თუ ვერ შეასრულებენ უკან დაუბრუნდება. ასე მარტივად არ არის საქმე და ძალიან მარტივია ჩავიხედოთ ხელშეკრულებაში. ამ ხელშეკრულების სამართლებრივი ანალიზი ჩვენ გაკეთებული გვაქვს. ძალიან გრძელი, ხანგრძლივი და ასე რომ ვთქვა, დავებით სავსე პროცედურების გავლა მოუწევს საქართველოს მთავრობას, თუ საერთოდ შეძლო ამ ტერიტორიების დაბრუნება, თუ რა თქმა უნდა ინვესტორმა კეთილი არინება და უკან არ დააბრუნა. ეს ერთი საკითხი და მეორე საკითხი. ამ ხელშეკრულების მიხედვით სახელმწიფომ დამატებით აიღო ვალდებულებები გადამცემი ხაზების მოწყობის, შემოვლითი გზის მოწყობის, რომელიც ურთულეს რელიეფზე უნდა გავიდეს და ეს არც თუ ისე იაფი სიამოვნება არ იქნება საქართველოსთვის და ყველაზე რაც მთავარია, თუ ამას ვერ მოახერხებთ, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ცესხით და ეს ერთ-ერთი ამის კომპონენტი არის, რომ ჯვარი ხოლგას გადამცემი ხაზი, რომელიც დასაფინანსებლად საერთაშორისო საქმეა. მე როგორც ვიცი,
ჰქონდა თვითონ კომპანიას ინვესტორს. არა, კომპანიას არ აქვს იქ ვალდებულებები. კომპანიას შეიცვალა ესე იყო თავიდან. ესე ვალდებულებები არ ჰქონდა. პირდაპირ წერია ამას ხელშეკრულებაში და უფრო მეტი წერია. თუ სახელმწიფო ვერ შეძლებს ამ ვალდებულებების განხორციელებას და კომპანია ამის გამო ვერ განახორციელებს ელექტროენერგიის ექსპორტს თურქეთის ბაზარზე, დანახარჯების ანაზღაურება მოუწევს საქართველოს მთავრობას. ეხლა რომ დავითვალოთ, რამდენი არის ეს დამატებითი დანახარჯები, წავალთ აბსოლუტურად კიდევ უფრო შორს დანახარჯების კუთხით და რეალურად გამოვა ის, რომ ზოგადად ხო, სოფელსო თავი ხო, სოფელს ერთი საფლავი რაგეც მითხარ. არ ვიცი, უბრალოდ მე არ მინდა ეხლა მაგ თემაზე ეს ცალკე თემაა და კიდევ ესე დღის მდგომარეობით ხელშეკრულება უკვე არის დარღვეული მინიმუმ 2 პუნქტით. პირველი პუნქტი ის არის, რომ ხელშეკრულების მიხედვით კომპანიას ჰქონდა ვალდებულება ყველანაირი ნებართვა ქონოდა 1 მარტამდე აღებულა დღის მდგომარეობით, არათუ 1 მარტამდე მას ყველა ხელშეკრულების ნებართვები არ აქვს აღებული, არამედ დაწყებულიც კი არ აქვს გარემოზე მოქმედების შეფასების ანგარიშზე მუშაობა, ეს ერთი. მერე მეორე, დარღვეული არის მსოფლიო ბანკის საოპერაციო პოლიტიკა 4.12, რომელიც ეხება განსახლებას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, იმიტომ რომ ამას ზოგადად ის და ესეთი მაგალითად მოგეხსენებათ ეს აზონვითი სამუშაოების დაწყების ეს სამარცხვინო პროცესი, რომელსაც კომპანია აწარმოებდა და რომელიც სინამდვილეში იყო ირიბი შანტაჟი, ხო, და შესაბამისადაც მოიქცა ადგილობრივი მოსახლეობა. პირველ რიგში, რაც 4.12 პოლიტიკაში არის მოთხოვნა, ეს არის რომ აუცილებელი განსახლება ჯერ ერთი მიჩნეული არის ყველაზე დიდ ადამიანის უფლებების დარღვევად, ეს ერთი საკითხი, მერე მეორე საკითხი. უნდა დასაბუთდეს პროექტის საჭიროება, რაც ამ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული, მერე მესამე საკითხი. ადგილობრივი მოსახლეობა პროექტის მშენებლობის კი არა, პროექტის შემუშავების დაწყებიდანვე სრულად უნდა იყოს ჩართული, უნდა ყოფილიყო უბრალოდ ჩართული, რაც არ გაკეთებულა და რა ესე ვთქვათ მახინაციებიც მოხდა, უკვე ძალიან ყველა კარგად ხედავდა ეს ფიცი, რა ფიციც დაიდო ხაიში, ეს განპირობებული იყო არა იმით, რომ ვთქვათ იქ მოსახლეობას ეხალისებოდა ვთქვათ ფიცის მიცემა, არამედ იმით, რომ კომპანიის წარმომადგენლები დადიოდნენ სხვადასხვა თემებში და შუხს თესავდნენ, ეუბნებოდნენ, რომ ხაიშელებს გამოსახლება იმიტომ კი არ უნდა თუ რაღაც თავისუფლად იცავენ, არამედ იმიტომ უნდათ, რომ მათ კომპენსაცია, უფრო მაღალი კომპენსაციების მიღება უნდათო, აი ამის გამო იყოს და თავის დასაცავად გაკეთებული ეს ფიცი, ეს სრული პასუხისმგებლობა ამაზე ეკისრება კომპანიას და ენერგეტიკის სამინისტროს, რომელიც სრულად უჭერდა მხარს როგორც მაშინ სააკაშვილის დროს, ისე ეხლაც და რაც ყველაზე კიდევ ერთი საკითხი, როდესაც საუბარია, რომ თითქოს გვერდზე აუშენებენ სოფელს. ფიზიკურად ასეთი ადგილი გვერდზე არ არსებობს და რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, როცა საუბარია იმაზე, რომ აი ეს სოფელში თურმე ყოველი მესამე არის ღა თუ ყოველი მეორე არის ღატაკი, ესე იგი უპოვარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ან მეორე დაბრალება, რომ თურმე სამხერხაობის მაფია ტრიალებს აქ და სამხერხაობის მაფიას არ უნდა რა ქვია ხუდონის აშენება, შევახსენებ ჩვენი ენერგეტიკის მინისტრის 2 მოადგილეს, ხალბატონ მარიამ ვალიშვილს და ბატონ ირაკლი ხმალაძეს. მათ 25 ლიცენზია, ტყისჭრის ლიცენზია აქვს გაცემული, სწორედ ამ ტყის მასივზე, რომელიც სწორედ აქ მოიცავს და ერთ-ერთი გაცემული არის ქართულ-ჩინურ კომპანიაზე და რომელიც სამხერხაოც იქ არის და რომელიც მუშაობს, სწორედ ამ ლიცენზიების საფუძველზე მუშაობს და არა ადგილობრივი მოსახლეობა არ ჭრის იქ არაფერს. და საერთოდ ზოგადად ადგილობრივ მოსახლეობას რომ ხის მოჭრა დაჭირდეს იქ ადგილზე მართლაც დააჯარიმებენ და 2 ფიცრის გულისთვის 1500 ლარი ჯარიმა გამოუწერა ფინანსურმა პოლიციამ, სხვადასხვა ერთ-ერთი ბოლო მოვლენა ასევე ეს იყო. აქედან გამომდინარე ეს ბინძური PR კამპანია რაც მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ, სწორედ აი ამ საკითხებს ემსახურება და კიდევ ერთი ძალიან ბოლოს დავამატებ, რომ აქ საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს რაღაცა ეს არის გამოუვალი და ჩვენ ყველა ნორმალური და თავმოყარი ქვეყანა ესეთი თესებს აშენებს და ასე შემდეგ. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენ ევროკავშირისკენ მივდივართ თუ რუსეთისკენ. ძალიან დიდი, იმიტომ რომ პრინციპი გრადი განვითარება ამ შემთხვევაში აბსოლუტურად უგულებელ ყოფილა. ზოგადად გრადი განვითარება არ ესმის ენერგეტიკის სამინისტროს და ასევე აღარ მინდოდა მე თქვა ამასთან დაკავშირებით, ჩამოთვლილი იყო რა ალტერნატივები გაგვაჩნია და რატომაც ძალიან ესეთი ტექნიკურად იყო გამორჩენილი ენერგოეფექტურობა, არსებული ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაცია და მთელი რიგი ღონისძიებები, რაც რეალურად ენერგოდამოუკიდებლობას უზრუნველყოფს და არა ხუთონჰესი
რომელიც ენერგო დამოუკიდებლობასთან საერთოდ არაფერი კავშირია. საერთოდ არაფერი კავშირი არ აქვს, იმიტომ რომ საქართველოს ენერგეტიკულად მხოლოდ ენერგეტიკაში წილი ელექტროენერგეტიკის შეადგენს 25%-ს და რამდენი ხუთორქის წამო დავაშენოთ, ენერგოდამოუკიდებლები ვერ გავხდებით იმ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ ელექტროენერგია ვერასოდეს ვერ ჩაანაცვლებს, ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერც გაზს, ვერც ნავთობპროდუქტებს და არავინ არ დაიწყებს ელექტროენერგიის გაცვლას მისი მაღალი ტარიფის გამო და ამ ხუთორქესის აშენების შემთხვევაში კიდევ გარდაუვალი და სხვა ხესების აშენების შემთხვევაში ძალიან მალე გარდაუვალი იქნება ელექტროენერგიის ტარიფის კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაზრდა. აი ეს მითხრა კიდევ მეტყვი. ასაგები თემა რთულია, ამაზე ორი არსებობს, ხო? და ამიტომაც არის ამ ხელ დისკუსია გაჩაღებული. ლევანო თქვა და მე ამას გავაგზავნე უფრო აქ საუბარი მარტო ერთი პროექტიდან გამომდინარე არ არის რა. ჩვენ ზოგადად ჭრილიდან ვიწყებთ ყოველთვის საუბარს რა გვინდა საერთოდ ჩვენ. შეგვიძლია მარტივი არჩევანი გავაკეთოთ ყველა საზოგადოებამ, რომ არ წავიდეთ განვითარებისკენ. აი ეს არის ტყუილი, ჩვენ გვინდა განვითარება, სწორედ თქვენ გინდა დამგრევა. აი ოქსფორდის პროფესორი დემაგოგია დაკავშირებით და როგორ შეიძლება ელექტროენერგიით მოიპოვოთ განვითარებას? შეიძლება ეკონომისტი გახდეთ. ხო? ანუ თქვენ ეს არც არ გვიცხადოთ, მე ვარ ეკონომისტი, ჩვენ ვართ ეკონომისტები და ანუ რაღაც ისეთ პოზიციაში ვიკავოთ, თითქოს თქვენი აზრები რაღაც გადამოწმებას ან შედარებას, არგუმენტაციას არ ეკონდებათ. მაგრამ მე თქვენ გესწრებით, თქვენის ეკონომიკური მოდელები რაც აქ წარმოგვიდგენთ, ემყარება იმ ეკონომიკურ თეორიას, რომელიც დღეს უკვე არის აი დინოზავრების ეპოქის თეორია არის რა. დღესდღეობითი სოფლიო იცვლის აი ამ ურთულესი გამოცდილებიდან, რასაც თქვენ რაღაც მოდელებზეც გეუბნებით და გადადის სხვა უფრო ჰუმანურ, უფრო სოციალურზე ორიენტირებულ ეკონომიკაზე. და თქვენ გვიყვებით რაღაც ზღაპრებს 50-70 წლებიდან სტალინური ეკონომიკას დაგვაჭიროთ და აქ სიბნელი არ არის რა, მაგის თქმით. ანუ მაინტერესებს, აი თუ შეუძლია მაგალითად პორტუგალიას რომ მიაღწიოს 70% გამოყენება ამ განახლებადი ენერგიის. ჩვენ რატო არ შეგვიძლია? გერმანია. აი რატო არ შეგვიძლია ჩვენ რომ იგივენაირად 70% განახლებადი ენერგია გამოიყენოთ? ანუ ამ პოლიტიკურ თესებს. გინდა გიპასუხოთ. არა, ამ კითხვაზე პასუხი გასცა ქალბატონმა მარიამ ვალეშვილმა ერთ-ერთ შეხვედრაზე. ჩვენო მეო და საერთოდ ჩვენი სამინისტრო ხალხის საქმეს ვერ გაურემონტებთო. აი ეს იყო ძალიან ცინიკური პასუხი ზუსტად აი ამ განახლებად და ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით. არა, ეს დავიკითხვა რა, 70%. ევროპის ქვეყნები აი რაც ათვისებულია ყველა სავარენერგიის წყაროები უკვე ეძებენ ახალ შესაძლებლობებს. ბუნებრივია მათთვის მომგებიანი ნებისმიერი ალტერნატიული წყაროს შეინვესტირება ჩვენ ქვეყანაში. არა, 70% თუ არის, ანუ გამოდის რომ ის ძველები დაიმიწეს და ეხლა გადავიდნენ სხვა ამერიკაში არ კონგრესი. და ამერიკა რატო ძებს ბიუჯეტში ერთი შეკითხვია. აი თქვენ ახალი არ დააშენდეს. ანუ თქვენ მარტო განიხილავთ იმ ალტერნატივებს, რომელიც მაინც და მაინც ნეოლიბერალისტთან დაკავშირებით. რატო მაგალითად აი რატო არ ვიხილავთ უფრო მემარცხენე მიმართულებით ამ ეკონომიკურებით და იმით. ბატონო, მემარჯვენე ვარ. ხო და ამიტომ ასაკები ანუ იდეოლოგიური დაპირისპირება მიდის არა. ხო და ანუ მე არა ვარ მემარცხენე და ნუ მოთხოვ რომ არა მე არ ცხენე არა მე არ ვიყავ მე უბრალოდ კილობითაც მაინტერესს მე ვერ დავჭერ ხარ მემარცხენე მიდგომა თუ სახელმწიფო უნდა ხო მაგრამ ჩვენ ხო ეკონომისტი ძალიან სწორედაც რომ ეკონომისტი ვარ იმიტომ ვარ მემარცხენე ხო მაგრამ რატო არ შეიძლება რომ განიხილოთ მემარცხენე ეკონომიკა განიხილეთ კი ბატონო მემარცხენე აი ფერი პრობლემა ბუნებრივი ყველაზე რთული პროცესი არის გამოსაკლება და ამ ადამიანებთან კომუნიკაცია რომელიც დღეს სამწუხაროდ არის ძალიან გამწვავებული და უდროსობამდე მოტანილი რამდენიმე მიზეზის გამო რაც არის ალტერნატიული ვარიანტი ერთი არის სოფიო ბანკის სტანდარტის მიხედვით რამდენიმე სქემა რომელიც შეიძლება მიუღდეს ამ ადამიანების განსახლების პროცესს ეს არის ერთი ან საკომპენსაციო ხანსება ან იმდებარე ტერიტორიებზე ალტერნატიული საცხოვრებელი არ არის შეთავაზება გარდა ამისა არის ინვესტორის მიერ გაცხადებული ფონდის დაარსების შესახებ სადაც მოგებიდან 20% გამოხმარდეს ადგილობრივ განვითარებას კიდევ ერთხელ მე არ მინდა ამის მაგალითად ვისაუბრო ეს კითხვა არის უფრო ინვესტორთან უფრო დეტალურად ალბათ ის უფრო იტყვის ამის შესახებ ეს არ არის მთავარი პრობლემა თუ სახელმწიფო დასვამს ამ საკითხს ეს საკითხი არის მოგვარებული შეიძლება იპასუხო ანუ არაფერი დაბა საუბარია ფულს მოგცე და წარს აზრი ეს არის რა იქ რაც ღირს სამჯამად სოფლებში ვიცით რომ 5000 ლარი
შეიძლება იყოს პროვინცია. აი მაგას აპირებდა ზუსტად. ხო ეგ არის. თან მაგის გარდა არის კიდე სათემო საკუთრების მიწები, რომელსაც სახელმწიფო არ აღიარებს. და საგვარეულო მიწები. მაგალითად არის აზომითი მესამშე მაგას პრობლემაში. ანუ 1/5 აწერია მხოლოდ ის, რასაც ძალიან ფლობს ფაქტობრივ პრობლემაში. და სახელმწიფო მას არ აღიარებს. და დარჩება ის ალაზო ინვესტორის $1 არის სტანდარტი მსოფლიო ბანკის მიერ აღიარებოდა კომპანია აპირებს ამ სტანდარტის მიხედვით მიუდგეს ადგილობრივ მოსახლეობას. არ ვიცი ახლა მაგრამ კითხები. შეიძლება